ძალიან ხშირად ადამიანს ავიწყდება რისთვის ცხოვრობს. ანუ აკეთებ ყველაფერს 1000 გადაცემა, 1000 საქმე, 1000 ახლობელი, მეგობარი და ასე შემდეგ და ხანდახან თუ არ გაგაჩერეს, ესე იგი გარედან მოკლედ შენით ვერ ჩერდები. არა და უნდა გაჩერდე ამოყვინთო რაღაც მომენტში რომ მიმოიხედო და პირველი რაც შეაფერხა არის ეს ტემპი ჩემი აზრით და მე მგონია რომ რა თქმა უნდა მტკივნეული იყო, რომ მილიონი გეგმა გქონდა ყველას, მაგრამ აუცილებელი იყო როგორც აი სუფთაჰაერის ჩასუნთქვა და რაც შეეხება რა განაახლა პრაქტიკულად ყველაფერს ახლებურად უყურებთ ხო და ამეთანხმებით ანუ ტექნოლოგიები, სწავლება, მშობლების ბავშვების ურთიერთობა თავარი მაინც რომ გამოვყოთ ის განაახლა რომ თავარი რაღაცეები დადგა მთავარ ადგილებში. ანუ ხალხმა დაიწყო ღელვა თავის მშობლებზე, თავის ოჯახის წრეში ჩაიკეტა და თავიდან ცოტა შეიძლება დისკომფორტული იყო ვიღაცისთვის, მაგრამ მერე ჩათბნენ და ჩატკბნენ მოკლედ. მე მგონია რომ ეს არის მთავარი რა 2020-ში სხვა ყველა ტექნიკურ ამბავთან ერთად.